Datus qavita და ექსკრემენტით მათზე გენეტიკური კვლევა ჩატარდა. შედეგები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს უკვე დადებული აქვთ. ვისთან დასტურდება ქართველი დათვების ნათესაური კავშირი, ევროპელ თუ აზიელ ანალოგებთან. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი მარი მურსალაძე და ასევე ნაკრესის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი ბეჟან ლორთქიფაინცე დილომშვიდობის. დილომშვიდობის, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. მარი, რამდენ ხნიანია ეს კვლევა და როგორ ხდება, რაზე დაღრდნობით ვიღებთ გენეტიკურ ანალიზს? Გესალმებით. ილიას უნივერსიტეტში მოლეკულურ გენეტიკური ლაბორატორია 2007 წლიდან შეიქმნა. ეს იყო რუსთაველის ფონდის და საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური ფონდის მხარდაჭერით და 2007 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა ობიექტებზე გენეტიკურ კვლევას. გენეტიკური კვლევა ეფუძნება ნებისმიერი ცხოველური ან მცენარეული ცოცხალი უჯრედების ბიოლოგიურ მასალას და რაც შეეხება დათვების კვლევა ჩატარდა ერთი ეტაპი დასრულდა 2010 წელს, გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო და მაღალი დონის სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში და ეს კვლევა მეორე ჩვენ თანამშრომლობთ ნაკრესთან ჩატარდა უკვე ექსკრემენტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა გარკვეულ ტერიტორიაზე დათვის ინდივიდების აღრიცხვას. ნაკრესმა ჩვენ მოგვაწოდა სინჯები, დაახლოებით 283 სინჯი და ჩვენ გავარკვიეთ ეს 283 ექსკრემენტის სინჯი. ექსკრემენტი რომ ახსნათ რა არის? ექსკრემენტი დათვის განავალი. მოგეხსენებათ, ძალიან ძნელია გავარკვიოთ ბუნებაში რომელმა დათვმა სად მოისაქმა, ასე ვთქვათ, მაგრამ გენეტიკური მეთოდები ამის დადგენა სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა. და ჩვენ ჩავატარეთ აი ამ ექსკრემენტებზე გენეტიკური კვლევა, დავითვალეთ ინდივიდების რაოდენობა. ბატონო ბეჟან, ხო, ამ კვლევით რას გაიცა პასუხი? შედეგი რა გქონდა? ეს დიდი ხნის დავის და კამათის საგანია, რამდენი დათვი ყავს საქართველოში და ზოგი ასახელებს რომ ძალიან ცოტა, ზოგი ასახელებს რომ ძალიან ბევრია და ამაზე ნადირობა უკვე უნდა დაიშვას. რეალურად კიდე სარწმუნო მეთოდების გამოყენებით დათვის აღრიცხვა საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და როდესაც იყო თქვათ ამაზე კამათი სამინისტროში საქართველოს გერმანულმა ფონდმა გადაწყვიტა დაეფინანსებინა საპილოტო პროექტი და შეირჩა ცენტრალური საქართველოს ბორჯომხარაგაული და მიმდებარე ტერიტორიები, რომ აი აქ გამოგვეცადა ეს მეთოდი, არაინვაზიული გენეტიკური მეთოდი. ეს არის აღრიცხვის უზუსტესი მეთოდი, რაც კი ამჟამად შესაძლებელი არსებობდეს მსოფლიოში და სწორედ აი ამ მეთოდის გამოყენებით, ბოლოს მასალის აღებით, შემდეგ გენეტიკური ანალიზი ჩვენ ნაკრესმა რა ქვია კონტრაქტორი ლაბორატორიასთან ერთად გავაკეთეთ ეს კვლევა და შემდეგ უკვე მოხდა მასალაზე, ესე რა ქვია, შედეგებზე დაყრდნობით, უკვე რიცხოვნობა განისაზღვრა. და როგორი ეს რიცხოვნობა? თქვათ, შეგვიძლია შევადაროთ რაიმე ძველ კვლევას იმატებს, ტენდენციას აიძულებს? შედეგები ესეთია, რომ ბორჯომხარაგაულის და მიმდებარე ტერიტორიაზე სადღაც 40-50 დათვი ყავს. ეხლა ზუსტი რიცხოვნობა თქვათ 53 ესე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს სტატისტიკურად არასწორად იქნება, რომ მაგ და მაინც აი ამ ეს რიცხვი იქნება. ჩვენ ამბობთ, რომ 40-დან 50. მეტუმეტეს რომ საკმაოდ დიდი არეალი აქვს მოძრაობის. და განზრელია ამ ასეთი სადღაც დაცულების აღრიცხვა და აღრიცხვა ესეთი სახეობების, რომელსაც ვერ ხედავს საერთოდ. ამიტომ როგორც მარი თქვა, არის საშუალება, რომ ექსპერიმენტებიდან, ანუ ნაკელიდან აიღოს სინჯები და ეს სინჯები მე ლაბორატორიაში ანალიზი უტარდება და მე შედეგებს უკვე ანალიზი უტარდება იმ მეთოდის მეშვეობით, იმ მოდელების მეშვეობით, რომელიც რა ვქვია შეესაბამება ამ კვლევას და გვაქვს 40-50. თუ შევადარებთ 2004-ში ნაკრესმა და მარი იყო ამ კვლევაში ასევე ჩართული, შევადარებთ 2004 წლის მონაცემებს, იქ მინიმალური პოპულაცია დავადგინეთ მხოლოდ. აქ უკვე რიცხოვნობა გვაქვს და იქ მარტო მინიმალური ქონდა, მაგრამ ორ მინიმალურს თუ შევადარებთ, ფაქტია რომ რიცხოვნობა შეიძლება ითქვას, რომ გაზრდილია და გაორმაგებულიც კი, მაგრამ
აქ მინდა დავამატო ერთი მაგრამ რომ ეს რიცხოვნობა არ არის მაინც ის რიცხოვნობა რაც შეიძლება იყოს იმ ამ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ჩვენი მონაცემებით იქ საკმაოდ ნაყოფიერი ჰაბიტატი, ანუ ადგილსაყოფელია და დიდი უნდა იყოს გაცილებით უფრო უნდა იყოს. შეიძლება ითქვას რომ მაგალითად მსგავსი ჰაბიტატებს თუ შევადარებთ ევროპაში, მაგალითად ხორვატია, რუმინეთი, იქ 10 დათვია 100 კვადრატულ კილომეტრზე და ჩვენთან არის 2 დათვი. გარდა რიცხოვნობისა კიდევ ბევრ რაღაცაზე გვაქვს პასუხი, თუნდაც იმაზე გენეტიკურად ვისი შთამომავლები შეიძლება იყვნენ ნათესაურად ევროპისკენ თუ აზიისკენ ჩვენი დათვები, როგორია ამას პასუხი? მოგახსენებთ, ესე იგი 2007 წლამდე საქართველოში, როგორც ბეჟანმა აღნიშნა, დიდი ხანია დათვის შესწავლის ისტორია იღებს სათავეს, მაგრამ გენეტიკური მეთოდები არ იყო განვითარებული მაშინ და მეცნიერების კვლევა ძირითადად მორფოლოგიურ, ანუ გარეგნულ ნიშან-თვისებებს ემყარებოდა. და იყო მოსაზრება, რომ საქართველოში გავრცელებული იყო სხვადასხვა ქვესახეობის დათვები, მოსახლეობაც კი ამბობდა, რომ მაგალითად იყო ქედანა დათვი, ჟღალი დათვი და ისინი სხვა სახეობებად მიიჩნევდნენ, ესეთი ღორა დათვით კი არსებობდა მასალია, მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურაში ნამდვილად რეგისტრირებული იყო სხვადასხვა ქვესახეობები. რაც ლათინურად ქვია Ursus arctosi და თვალსაჩინოებისთვის მაგალითად იყო Ursus arctos lazistanicus, Ursus arctos caucasicus და ასე შემდეგ. ჩვენ მთელი გუნდი, ვინც ამ სფეროში იყო ჩართული, შევაგროვეთ სინჯები. სინჯები შეგროვდა სამუზეუმო კოლექციებიდან, მონადირეების კერძო კოლექციებიდან. ამ სინჯების შეგროვებას დიდი ხნის ისტორია აქვს 90-იანი ანუ საკმაოდ უხვია და კარგად შეგვიძლია ვენდოთ. დიახ. სინჯები გვაქვს დაწყებული სვანეთიდან, დამთავრებული კახეთის კავკასიონით, ასევე მთელი მცირე კავკასიონით. და გვაქვს ქონდა კიდევ 2 სინჯი ვაშლოვანის ეროვნული პარკიდან, რომელიც ბეჟანმა დაიჭირა თავის დროზე და რადიოსაყელური დაადო. და ამ კვლევამ დაადასტურა შემდეგი, რომ საქართველოში გავრცელებულია ერთი სახეობის დათვი, Ursus arctosi და ჩვენ მას ნომინალური სახეობა მურა დათვი. დიახ, ყველა ისიც მურა იყო, მაგრამ ნომინალური სახეობა Ursus arctosi. ამას გარდა ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდი კავკასიონზე მიუხედავად იმისა, რომ დიდი კავკასიონის სოფლები, დიდი კავკასიონი დასახლებულია საკმაოდ, დიდი კავკასიონზე დათვები ქმნიან ერთ მთლიან პოპულაციას, ანუ სვანეთის და კახეთის დათვები არ არიან გენეტიკურად იზოლირებული. მცირე კავკასიონის დათვები ცოტათი განსხვავდებიან დიდი კავკასიონის დათვებისგან. ჩვენ ასევე გვაინტერესებდა ხდება თუ არა მიგრაცია დიდი კავკასიონიდან მცირე კავკასიონისკენ და ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მამრი ინდივიდები ნამდვილად მიგრირებენ, იმიტომ რომ მდედრები ჩვენ ვერ ვიპოვნეთ, ეს ეგრეთ წოდებული დიდი კავკასიონის დათვები მცირეზე და ჩვენ ვარაუდობთ, რომ მიგრაცია ხდება ლიხის ქედის გავლით. ლიხის ქედს არამხოლოდ დათვებისთვის, კიდევ სხვა ცხოველებისთვის აქვს მაღალი სამიგრაციო დერეფინიცია. ადამიანის ჩარევა ამ ხრივ რამდენად არის, თქვათ, მათ გადაადგილებაში ადამიანის როლი არის? გენეტიკური მეთოდებით შესაძლებელია გარკვეული ისტორიის სურათის აღდგენაც ამავე დროს. ჩვენ როცა ამ კვლევას ვატარებდით, უბრალოდ ამ დროს გამოქვეყნდა ესპანელი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევები, რომელიც ეფუძნებოდა ნამარხ დათვებს. ჩვენ ავიღეთ ამ ნამარხი დათვების მონაცემები და შევადარეთ ჩვენს მონაცემებს და დავითვალეთ დაახლოებით 100 კი, როდის შეიძლებოდა გაყოფილიყო ეს დათვების პოპულაცია. და ჩვენ ვარაუდობთ, რომ საქართველოში დაახლოებით 20,000 წლის წინ, 20,000 წელი არის საშუალო, როდესაც მოხდა დათვების განდევნა დიდ კავკასიონზე. ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა ადამიანის დასახლება ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ადამიანის საქმიანობამ განაპირობა ის, რომ დიდი კავკასიონის დათვები გარკვეულწილად იზოლირებულები არიან მცირე კავკასიონის დათვებისგან. ცხადია ეს ამ თეორიას აქვს გარკვეული სამცნო. ბატონო ბეჟან, მოსაზრება რომ ზამთარში დათვებს ძინავთ, სწორია? ეს ნამდვილად მოსაზრება დამტკიცებული ფაქტია. მაგრამ ხშირად არის ხოლმე რომ
ერთმანეთთან შეგვერევა ჰიბერნაცია და დათვის ზამთრის ძილი. ის არ ითიშება, როგორც მაგალითად ღამურებს ან წრუძუნწროს ემართება, ის უბრალოდ ჩვეულებრივ ძინავს, საკმაოდ ფხიზლად არის. ამიტომ არის ხოლმე რომ საბუნაგი ადგილები მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ ზამთარში, იმიტომ რომ ადამიანი თუ გაივლის, შესაძლებელია დედამ თავის ბელები მიატოვოს და ბელებს არ აქვს სითბოს რეგულაციის საშუალება და ისინი იყინებიან. აი შეიძლება დააბრუნდეს, მაგრამ ოდესღაც ან შეიძლება არ დააბრუნდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბელები ამ დროს შეიძლება საფრთხის წინაშე დადგნენ. და არის ხოლმე რა ვქვია, თავს ხოლმე რა ვქვია, ბუნებაში რაც ფიში არ არის სწორი, შეუძლებელია ძინავს. ხანდახან გამოდის ხოლმე გარეთ გაივლის რამოდენიმე რა ვქვია, ტერიტორიაზე ისევ ბრუნდება. თუ კონი ვერ დაიგროვა, არის ხოლმე რომ დათვი ვერ იძინებს, იმიტომ რომ არ აქვს საკმარისი მარაგი რომ გამოიზამთროს, ამ დროს დაძიდა საჭმელს ხედავს. ძირითადად ესეთი ინდივიდები ან იღუპებიან ან ეყინებათ, ხო, ძირითადად ალბათ იყუნებიან, განსაკუთრებით ჩრდილოეთში, როდესაც კენოები ძალიან მაღალია. ჩვენთან არის შემთხვევები, როდესაც გვინახია დათვი საკმაოდ ასე იგი თოვლიან ადგილებში, მაგრამ ამ დროს თორემ ეძებდნენ საკვები ძალიან ბევრი იყო ამ დროს და დათვები ჭამდნენ ციკლიდან ჩამოვარდნენ ნაყოფს. დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმრები, მადლობა რომ ეს შედეგები გაგვიზიარეთ. ჩვენ იმას დავიტოვებთ რომ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო ბევრ ტერიტორიას მოიცავს ეს კვლევა, რომ უფრო ამომწურავი პასუხები იყოს. დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. ჩვენ კი განვაგრძობთ.